მოგესალმებით, პროდუქტი კიდევ ერთხელ. გამარჯობათ. დამთავრდა პირველი წრე დუბლების ჩემპიონატის. დინამო თბილისმა აშკარად ბოლოსკენ მოუმატა თამაში. მაჩვენებლებითაც დღესდღეობით მეორე ადგილზე ვიმყოფებით და სულ 3 ქულით ჩამოვრჩებით პირველ ადგილოსან მეტალურგის დუბლებს 53 აქვს რუსთავული გუნდის ქულები დაგროვილი 53 ქულა და დინამოს აქვს 40 ქულა. თქვენ რაც მოხდით დუბლების მთავარ მწვრთნელად დინამომ 10 თამაში ჩაატარა, 7 გამარჯვება, 2 მარცხი და 1 ფრე. ამ ეტაპზე თქვენი სტატისტიკა ასე რომ ვთქვათ 25 გატანილი გოლი გვაქვს და 11 მიღებული. მოკლედ ოდნავ რო შევაფასოთ ეს ჩავლილი პირველი წრე, მთლიანად რო გავუკეთოთ რეზუმე. რა სიტყვით თვითონ გუნდზე, ნაჩვენებ შედეგზე და ესე იგი მოგეხსენებათ რომ ჩვენ ოქტომბერში ჩავიბარეთ გუნდი, გარკვეული ცვლილებები განვახორციელეთ. პირველ რიგში ეს ეხებოდა სათამაშო სისტემას და სათამაშო ტაქტიკას. გამომდინარე აქედან, როცა კეთდება ესეთი ცვლილებები, ყოველთვის ჩვენ როცა შემოგვაქვს ახალი სისტემა, იგივე ტაქტიკა, მონახაზი, ამას ყოველთვის ჭირდება გარკვეული დრო იმისთვის, რომ ეს ყველაფერი იგივე გუნდმა ფეხბურთელებმა გაიგონ, გაითავისონ და შეასრულონ ის მოთხოვნები და ის მიმართულებები, რომელიც ჩვენ შემოვიტანეთ. გამომდინარე აქედან მე ვიტყოდი, რომ თავიდან იყო პატარა პრობლემები, ჰქონდა ვთქვათ იქ ჩავარდნები, პატარა ხარვეზები ჰქონდა. გამომდინარე იქიდან, რომ კიდევ ერთხელ აღნიშნავ, ამას ყველაფერს ჭირდება დრო. იმიტომ რომ ჩვენ ეს ასე ვთქვათ, ჩვენი იდეა და ჩვენი ის მონახაზი, რომელიც დაგვეგმეთ, ეს ყველაფერი საჭიროა რომ გადავაწოდოთ ფეხბურთელებს, მივაწოდოთ და შემდეგ ეს ყველაფერი ფეხბურთელებმა გაითავისონ, გაერკვენ ამ სიტუაციებში. ამისათვის იყო ეს ზუსტად ეს დროის ადაპტაციის პერიოდი. თავიდან როგორც აღნიშნა, იყო იქ პატარა ხარვეზები, პრობლემები ვთქვათ ჰქონდა, მაგრამ შემდგომ ეტაპობრივად ეს ყველაფერი იგივე სავარჯიშო პროცესში, იგივე თამაშებში ეს ყველაფერი დაიხვეწა, დაალაგდა, გამოსწორდა და მე ვიტყოდი, რომ ეს ბოლო დასკვნითი ნაწილი, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ, განსაკუთრებით ეს ბოლო 5 თამაში, სადაც ჩვენ ზედიზედ მოვიპოვეთ გამარჯვებები, უკვე დაეტყო, რომ გუნდმა იპოვა თავის თამაში, ეს იგივე შედეგში აისახა და რაც ყველაზე ალბათ მნიშვნელოვანია და მთავარია ჩვენთვის, თვითონ თამაშის ხარისხი გაუმჯობესდა და თვითონ გუნდმა იგზნო, რომ თქვათ ეს ჩვენი ეს ახალი მონახაზი, ახალი ტაქტიკა გაითავისეს ბიჭებმა და მათი მონდომებით, მათი დამსახურებით ჩვენ ვაჩვენეთ ბოლოს ის თამაში, რომელიც მე ვფიქრობ, რომ შეშონის თბილისის დინამოს. დღევანდელი გადმოსახედიდან ის შემადგენლობა, რაც გუნდში გყავთ, გასაგებია თქვენ ახსენეთ, რომ თავიდან ოდნავ შეგუებაც იყო საჭირო, დროც იყო საჭირო ახალ ტაქტიკასთან, ელემენტარულია ყველაფერთან ახალთან, ლოგიკურია. თვითონ შემადგენლობა რამდენად არის, რამდენად ხართ კმაყოფილი, რამდენად მომზადებულები არიან ამ ეტაპზე, თუნდაც მაღალი მიზნებისთვის საბრძოლველად და რაც ყველაზე მთავარია, თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად არიან მზად, რომ თუნდაც ახლო მომავალში მთავარი გუნდისკენ გადადგან ესეთი დიდი ნაბიჯი? პრინციპში ჩვენი მოვალეობა და დავალებაც ეს არის, რომ საერთოდ დუბლის იგივე რომ ჩვენი მთავარი მიზანი არის ამ ფეხბურთელების მომზადება, მათი განვითარება, რომ ეს ფეხბურთელები ახლო მომავალში მერე გაიქცნენ დინამოს მთავარი გუნდის ფეხბურთელებად. ხო, საამისოდ თქვათ ამ ეტაპზე არიან იქ ფეხბურთელები, იგივე თქვათ პაპუნაშვილის სახით, რომელიც უკვე ჩამოყალიბდა დინამოს ფეხბურთელად და ამოიწია დიდ გუნდში, არიან კიდევ იქ ფეხბურთელები, ვისაც აქვთ იმის საშუალება და იმის ნიჭი, რომ ახლო მომავალში ეს ბიჭები დაწინაურდნენ დინამოს დიდ გუნდში, მაგრამ ამისათვის ძალიან დიდი შრომა, ძალიან დიდი თავდადება, მონდომება საჭირო. ამ ეტაპზე ახლა მე გვარებს არ დავასახელებ შეგნებულად, მაგრამ ყავს ჩვენ მოვიაზრებთ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ახლო მომავალში შეიძლება ვიხილოთ ჩვენ იგივე დინამოს ძირითად შემადგენლობაში. თუ გაქვთ უკვე კონკრეტული ინფორმაცია და თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ, ვინ დატოვებს ამ ეტაპზე დინამოს არეზერვო შემადგენლობას და მატებაც თუ იქნება, თუ შეგიძლიათ დაგვისახელოთ, ვინ იქნება ამ პირველ რიგში რაც შეეხება, ესე იგი ჩვენი გუნდიდან იქნებიან ფეხბურთელები, რომლებიც დინამოში აიწევენ, ასე ვთქვათ. ახლა მიდის ზუსტად ამ თემებზე ჩვენ ახალწლთან ერთად საუბრობთ, გვაქვს ეს კონსულტაციები და უკვე ვადგენთ იმ გეგმას და იმ სიას ფეხბურთელების, რომლებიც
უკვე ახალი სეზონიდან დაიწყებენ მომზადებას დინამო 2-ში. ფაქტიურად ჩვენ შემდეგი ასე ვთქვათ წელი ჩვენთვის სტიმული იქნება იმ ფეხბურთელების, ვინც აკადემიაში თამაშობენ, ჩვენი U17-ის ბიჭები, არიან იქ საინტერესო ბიჭები, ძირითადად 97 წელს დაბადებული ბიჭები, რომლებსაც ჩვენ მივცემთ იმის შანსს, რომ ამოვწიოთ თქვა დუბლებში და უკვე დაიწყებენ ისინი ჩვეულებრივად გუნდთან ერთად დუბლებში ვარჯიშს მომზადებას და უკვე მათ ექნებათ იმის სტიმული და უკვე იქნებიან იმ რიტმში, რომ ისინი უკვე დინამოს დუბლების შემადგენლობაში იქნებიან და ეს მე ვფიქრობ, რომ მათთვის დიდი სტიმული იქნება. მთავარია, რომ უკვე მათ ეს კარგად გაითავისონ და უკვე სხვა მოთხოვნები იქნება და თავისთავად ჩვენთვის მთავარია, რომ ეს ამ ბიჭებს მივცეთ იმის საშუალება, რომ დავაწინაუროთ და მე ვიზრუნოთ ისევ და ისევ მათ მომავალზე და მათ პერსპექტივას. ეხლა გუნდს დასვენების პერიოდი აქვს ალბათ? დიახ. აი რომელ რიცხვამდე გაგრძელდება? თუ შეიძლება ვიტყვით შემდეგ რა პროგრამა დაგეგმილი და შეკრებას თუ გეკმოთ საათ და რომელი ასე ჩვენ 20-ში დავამთავრეთ სეზონი ფეხბურთელები გავუშვით ისვენებენ ისინი მაგრამ ჩვენ მათ მივეცით ასე ვთქვათ საშინაო დავალება 3 იანვრიდან ფეხბურთელებს ყველას ეს დარიგებული აქვთ და ისინი დაიწყებენ ინდივიდუალურ ვარჯიშებს ეს გაგრძელდება 13 რიცხვამდე 14-ში დაისვენებენ თავისთავად და 15-ში ჩვენ უკვე შევიკრიბებით 12 საათზე და ჩვეულებრივ რიტმში გავაგრძელებთ ვარჯიშებს და მომზადებით ახალი სეზონისთვის. ალბათ ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას, როგორ ტარდება, როგორც იცით, ყოველწლიურად პენდელას გათამაშება არის ესეთი ტურნირი ტარდება და ალბათ წელს ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას, რომ გქონდეს ის სათამაშო პრაქტიკა, რომ მით უმეტეს ახალი ბიჭები ყავს ბევრი და გვინდა რომ თამაშებში ვნახოთ ეს ბიჭები და კარგი იქნება რომ ამ თამაშებში მივიღებთ მონაწილეობას და გამოჩნდება ყველა ფეხბურთელის მომზადების დონე. თქვენი თანაშემწეები, ანუ მაგაზეს რო გითხრათ, ორი სიტყვა რამდენად მაყოფილები ხართ ერთად მუშაობით? მე მინდა ვთქვა ორი სიტყვა ჩვენ სტაფზე, იგივე სულიკო დავითაშვილი, ილაკლი ჩიტაური, ზურაბ ხოჭახია, მე ვფიქრობ რომ საკმაოდ კარგი და შრომის მოყარე ბიჭები არიან, ყველანი ძალიან გულიანად უდგებიან თავიანთ საქმეს პროფესიონალები არიან და ყოველთვის შემართულები არიან რომ აი ამ ბიჭებს ჩვენს გუნდს ყოველთვის ხარში დაუდგნენ იმ ბიჭებს მიცენ ის მითითებები და ყოველთვის მისცენ ის მიმართულება რომელიც ჭირდებათ ამ ბიჭებს იმისთვის რომ ეს ბიჭები განვითარდნენ, გაიზარდონ და ისევ და ისევ ის მიმართულება რომ ჩამოყალიბდნენ დინამოს ფეხბურთელებად. ამ სეზონის 2013-14 სეზონის საბოლოო გეგმებზე რო გითხრათ ორი სიტყვა ალბათ ლოგიკურად ჩემპიონობა იგეგმება საბოლოოდ მაისში და გასაგებია რომ თავარი მიზანი ისევ და ისევ არის ფეხბურთელის გაზრდა თავარი გუნდისთვის დინამოს შემადგენლობისთვის. მაინც აი თქვენი გადმოსახედი და საბოლოო გეგმები ამ სეზონის. გეგმები თავისთავად შედეგი თავისთავად მნიშვნელოვანია. ჩვენ ყოველთვის გვექნება ის ამბიცია და ვიბრძოლებთ ჩემპიონობისთვის. ამისთვის რა თქმა უნდა ყველანაირად ვეცდებით რომ მივახციოთ ამ შედეგს და პლუს ამას ისევ და ისევ გავიმეორებ რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი რჩება ისევ და ისევ ამ ფეხბურთელების მომზადება, მათი განვითარება, მათი დაწინაურება თბილისის დინამოს მთავარ შემადგენლობაში და ვეცდებით რომ გავაუმჯობესოთ კიდევ თამაშის ხარისხი, იმიტომ რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია თვითონ თამაშის ხარისხი. იმიტომ რომ თუ თამაშის ხარისხი კარგი ექნება გუნდს, ხო, თავისთავად შედეგიც მოვა.